Სადაც როცა ვესაუბრებით ახალ თაობასაც საჯარო სამსახური რა არის, ყოველთვის ჩვენ ამას მოუყვებით და ვუხსნით და მეც ესე სულობირებდი კარგ საჯაროდ და ეხლაც რა თქმა უნდა ესე ვარ, როგორი უნდა იყოს კარგი საჯარო ადმინისტრირება თანამედროვე სახელმწიფოში. და ჩვენ როცა ვუყურებდით და ზოგადადაც ნახეთ, უკვე რამდენი ხანია ნელ-ნელა აგურ შენდებოდა საქართველოში საჯარო სამსახური. ეს არ მომხდარა არც 2012 წელს, არც 2006-ში, არც 3-ში, ეს მანამდე ნელ-ნელა დაიწყო და ეს რა იყო? ანუ რეფორმები, რომელიც მოგვეთხოვებოდა, ძირითადად რეფორმები რატომ ჩატარდა? იმიტომ რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, კანდიდატობისთვის მოგვეთხოვებოდა საჯარო სამსახურში რეფორმები და ძირითადად ამიტომ ტარდებოდა ეს. თუმცა რა თქმა უნდა, დატრენინგდნენ საჯარო მოხელეები, ადამიანებმა გაიგეს თუ რა უფლებები ჰქონდათ მათ და ეს ყველაფერი წლების განმავლობაში მოყვებოდა. ერთი ხელის მოსმით აბსოლუტურად ყველაფერი მოსპეს კანონმდებლობაში. ნუ რაც რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება რომ ის შემდეგ აშენდეს, აუცილებლად უნდა აშენდეს, თუმცა რა თქმა უნდა სამწუხაროა რომ მათ შორის ის ადამიანები, ვინც ამას აშენებდა, უბრალოდ პოლიტიკური ინტერესი არ ვეძახე მე ამას. ეს არის პარტიული ინტერესის გამო საერთოდ მოიშალა საჯარო სამსახური, როგორც ამბობთ.